თუ ამერიკის უნივერსიტეტებში აბარებდით და მოხვდით, თქვენ ალბათ გახართ არჩევანის წინაშე, თუ რომელი უნივერსიტეტი შეარჩიოთ და რა პრინციპით. ხშირ შემთხვევაში დიდი ალბათობით ყველა თქვენგანს უკვე დაფინანსებაც გაქვთ მიღებული და არჩევთ თქვათ საჯობია, ლოკაციის მიხედვით, დაფინანსების მიხედვით თუ როგორ. ჩემი რჩევა იქნება ის, რომ მიაქციოთ ყურადღება დაფინანსებას. ანუ ახლა მინაიდან საკმაოდ დიდი პრობლემებია ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, როგორც იცით, ამერიკიდან ძალიან ბევრი სტუდენტი გამოუშვეს, ანუ ვიზა შეუჩერეს და უნივერსიტეტები და კოლეჯები afრთხილებენ თავიანთ საერთაშორისო სტუდენტებს, რომ შეეცადონ თავი შეიკავონ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისგან საზაფხულო არდადეგებზე, იმიტომ რომ არ იციან შეძლებენ თუ არა დაბრუნებას ამერიკაში. ამიტომაც ამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უმჯობესი არის ისეთ უნივერსიტეტზე გააკეთოთ აქცენტი, რომელმაც დიდი დაფინანსება მოგცათ. მესმის, რომ შეიძლება სხვაგან გერჩივნოთ, მაგრამ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ ვიზა აიღოთ და ვიზას ხშირ შემთხვევაში გასცემენ უფრო იმის მიხედვით, თუ სადაც გაქვთ მეტი დაფინანსება. ანუ კონსულმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ ხართ ღირებული კადრი. და ამის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას. ასე რომ აუცილებლად გაითვალისწინებთ, გაუზიარეთ ეს ვიდეო